მშვიდობისა დღეს სამშაბათია და 23 საათზე პირველი არხის ეთერშია პირველი თემა. ომბუდსმენის ანგარიში ნახსენების სკანდალური ინფორმაცია, როგორ აპირებს სახალხო დამცველი დაამტკიცოს, რომ ოპოზიციის მიტინგის დარბევა 2007 წლის 4 ნოემბერს მაღალჩინოსნების შეხვედრაზე დაიგეგმა. ანა მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილის, დათა ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილის შეხვედრის დეტალების შესასწავლად ზოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს და პირობასდებს, რომ სწორედ ამ კომისიას აცნობებს რა დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს ხოლთ. 600 გვერდიანი ანგარიშის ნახევარსაათიანი წარდგენა ზოზარ სუბარმა სწორედ ამ ერთი კონკრეტული შეხვედრის შესახებ ინფორმაციით დაასრულა. მოსმენას პარლამენტში რამდენიმე საათიანი განხილვა და კითხვა-პასუხი მოხდა, თუმცა საბოლოოდ პარლამენტმა ანგარიში ცნობად მიიღო. უმრავლესობა ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა მოახდინოს რეაგირება იმ სახალხო დამცველის მოხსენებაზე, რომელიც თავის მომავალს პოლიტიკაში ხედავს. რატომ მიდის პოლიტიკაში ზოზარ სუბარი, ვისგან მიიღო სკანდალური ინფორმაცია და რატომ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას? სახალხო დამცველის შუალედური ანგარიში პარლამენტში. თომის მასპინძელმა ვანო მერაბიშვილმა დამსწრეებს გააცნო ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა. კერძოდ, მათ უნდა შეედგინათ მიტინგში მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი. რამდენად დაცულია ადამიანთა უფლებები საქართველოში, რამდენად ობიექტურია პოლიტიკური გეგმების მქონე ომბუდსმენი და როგორ აფასებენ პარლამენტში სახალხო დამცველის მოხსენებას. ესეთი ტიპის განცხადებები გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და ყველა ესეთ განცხადებაზე რა ვთქვა, საგამოძიებო კომისიის შექმნა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასერიოზული იქნება. სინამდვილეში მივიღეთ ჩვენ მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული და პოლიტიკურად მომგებიან თემებზე გაკეთებული განცხადებები. რომელიმე მოხსენების შემდეგ ამას რეაქცია მოყვა, არც ერთ არ მოყოლია და თუ საჭირო 10 მოხსენება კიდევ უნდა ისაუბროს, იმიტომ რომ ამას რეაქცია არ მოყვა. ყველა ის ფაქტი, რომელსაც ბატონი სუბარი აყენებს დღეს ეს რომელი ფაქტებიც მოიყვანა თავის მოხსენებაში. არის შესასწავლი, არის დასადგენი. სახალხო დამცველის ბრალდებები და დეპუტატთა შეფასებები. რამდენიმე წუთში ზოზარ სუბარი, გიორგი თარგამაძე, გიორგი არსენიშვილი პირველი თემის სტუდიაში. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია, ჩვენი სტუდიის პირველი სტუმარი გახლავთ სახალხო დამცველი ზოზარ სუბარი. საღამომშვიდობის ბატონ ზოზარ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღეს თქვენს ანგარიშში ჩამოთვლილი ფაქტებიდან განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა სწორედ 2007 წლის 4 ნოემბრის შეხვედრის დასახელება. თქვენ უამრავჯერ დაგისვეს ეს შეკითხვა დღეს, მაგრამ მე მაინც უნდა დაგისვათ, რა დამადასტურებელი მტკიცებულება გაქვთ ხელთ? დამადასტურებელ მტკიცებულებებს ნახავს საგამოძიებო კომისია, რომელსაც ექნება უფლება მოიწვიოს მოწმეები, დაკითხოს, მოითხოვოს ჩვენებები ყველა უწყებიდან და ეს არა მხოლოდ ჩვენებები, არამედ მტკიცებულებები და ეს მტკიცებულებები მიიღოს კიდევაც. და თუ ეს კომისია არ შეექმნება, ამის შემდეგ ვიფიქრებ, როგორ მივაღწევთ ამ ჭეშმარიტების დადგენას. ეს რომ მართალია, ეს არის ფაქტი, სხვანაირად ვერ ვიტყოდი ამას უბრალოდ და ძალიან მაინტერესებს ადამიანები როგორ ბედავენ და როგორ უარყოფენ, რომ ესეთი ფაქტი არ ყოფილა, როცა არ იციან. მე ვამბობ, რომ ჩამოთვლი ზუსტციაც იმ ადამიანების ჩამოთვლი ვინ რა მტკიცებულება გაქვთ ხელთ ბატონ ზოზარ? ამასაც ნახავს საგამოძიებო კომისია. ეს არის რომელიმე კონკრეტული პირის მიერ მოწოდებული ინფორმაცია თუ რაიმე დოკუმენტაცია? არ დავადასტურებ, მაგრამ მტკიცებულება არის საკმარისად. თქვენ დღეს კითხეს მოგაწოდათ თუ არა შეხვედრაზე დამსწრე ერთ-ერთმა პირმა ეს ინფორმაცია და თქვენ ეს დაადასტურეთ? კი. ასე იყო? ანუ იმ ადამიანებს შორის არის ეს პიროვნება, მის თქვენ ჩამოთვალეთ თუ ამ შეხვედრას კიდევ ესწრებოდნენ სხვა მაღალჩინოსნები? ამ ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი, ძალიან ბევრი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი ჩამოთვალე, ანუ ისინი, რომლებიც იყვნენ უშუალო გადაწყვეტილების მიმღებები. ანუ თუ შეგიძლიათ ის მაინც დაგვიდასტუროთ, ის ადამიანი, ვინც თქვენ ეს ინფორმაცია მოგაწოდათ, არის დღეს ხელისუფლებაში თუ არა? დღეს ხელისუფლებაში. ხელისუფლებაში. თქვენ იმ შემთხვევაში თუ შეექმნება საგამოძიებო კომისია, გაქვთ თუ არა იმის გარანტია, რომ ის ადამიანი, რომელმაც თქვენ ინფორმაცია მოგაწოდათ, ამ ინფორმაციას ასევე დაადასტურებს საჯაროდ? მე ვამბობ, საგამოძიებო კომისია უნდა შეექმნას და მას მტკიცებულებებს წარუდგენ, მას წარუდგენ კიდევაც ამ მტკიცებულებებს და მე მართლა ჰაერზე ეგეთი რამები არ ხდება. იმავე დღეს, იმავე დღეებში მე ეს უამრავ საერთაშორისო ორგანიზაციას გავაცანე ეს მასალები. და ისინი მას შემდეგ ელოდებიან, როდის ვიტყოდი მე ამას საჯაროდ. ჰაერზე ხوار გავაცნობ. რატომ არ თქვით აქამდე ბატონ ზოზარ? იყო მიზეზები. და რომ მე თქვა ამ მიზეზებზე საუბარი. და რომ მე თქვა რა მოხდებოდა. ის უნდა გამოეძიებინა ვანო მერაბიშვილს. ის ადამიანები, ვინც თქვენ დაასახელეთ, ისევ არიან მაღალთანამდებობებზე დღეს. ოდესღაც გება დრო, როდესაც უკვე რაღაცა უნდა ითქვას და რაღაცა უნდა გამჟღავნდეს. მე ვარ უსაფრთხოებაც არის თუნდაც იმ ადამიანების, ვინც ინფორმაცია მოგვაწოდეს. მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს, რაღაც მოვლენები მწიფდება და ამ მოდი დავაკონკრეტოთ ის კითხვა, რაც მე დაგისვით. თქვენ გაქვთ გარანტია იმისა, რომ ის ადამიანი, ვისაც თქვენ არასახელებთ უბრალოდ ჯერ ამ ინფორმაციას დაადასტურებს? ამის გარეშე მტკიცებულებები რომ ამ ქონდა, ცხადია ვერც დღეს ვერ ვიტყოდი.
იყო თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე? პრეზიდენტი არ ყოფილა. და რატომ არ მეწოდეთ თქვენ პრეზიდენტის ინფორმაცია მას შემდეგ, როდესაც ის ხელმეორებადით აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად, თქვენ მას მიმართეთ წერილი და უკვე ამ წერილის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მოვიდა თქვენთან შესახვედრად. რაზე უნდა მიმემართა? ის რომ 7 ნოემბერი იყო დანაშაული პრეზიდენტმა არ იცოდა, ის რომ იმედში შეჭრა იყო დანაშაული. შეცდომა კი არა, როგორც თვითონ აქვს, დანაშაული პრეზიდენტმა არ იცოდა. ეს მის გარეშე მოხდა შეჭრა, თუ მან ტყუილად დატოვა. გამომდინარე აქედან პრეზიდენტიც ალბათ საქმის კურსში იყო თქვენი საუბრიდან გამომდინარე ამ კონკრეტული შეხვედრის და ამ მიტინგის დარბევის შესახებ. პოლიტიკა რაც ტარდებოდა საქმის კურსში იყო და კონკრეტულად რომელ შეხვედრას კურირებდა ეს არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს თავი დავანებოთ. 14 ადამიანის გვარი ჩამოთვალე, რომელიც 10 დღის განმავლობაში 21 მაისის არჩევნების შემდეგ იქნა ნაცემი უსასტიკესად, ერთი და იგივე ხელწერა. ზოგი საავადმყოფოში იწვა კვირებით. რამე მოყვა, რომელიმე გამოძიებულია, იგივე 4 ნოემბრამდეც დაიწყო ცემები და 4 ნოემბრის შემდეგ გრძელდებოდა. რამე მოყვა, რომელიმე გამოძიებულია, ახლა რა გარანტია გაქვთ იმისა, რომ ამას მოყვება რეაგირება? ბოლო მაინც უნდა დაედოს ამ ყველაფერს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კონკრეტულად გივით არგამაძემ დღესაღამოს გააკეთა განცხადება იმაზე, რომ სოზარ სუბარმა ვერ დაადასტურა არგუმენტებით, საფუძვლიანი არგუმენტებით მის მიერ გახმოვანებული ინფორმაციის სიზუსტე და შესაბამისად საგამოძიებო კომისიის შექმნა მიუღებელია. ასეთ შემთხვევაში თქვენ რას აპირებთ? კომისიას წარუდგემ მტკიცებულებებს და ახლა რა იცის გივით არგამაძემ დაადასტურა თუ არა, როცა ვთქვი რომ არ ვადასტურებდა. რა იცის ეს რამდენად სერიოზულია, როდესაც ჯერ არ იციან რაზე ვლაპარაკობ. რა იცის გივით არგამაძემ? იცის ელაპარაკა ვინმეს იმათგან? მიიღო უკვე ინფორმაცია რომ სწორია და უნდა უარყოს, ახლა უნდა ბოლომდე მიაწოს იმას რომ არ არის სიმართლე? თუ საიდან იცის? იქნებ დაეჭვდეს მაინც? ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს ბატონ სოზარ, ის რომ თქვენ პირობა დაყენებთ აუცილებლად საგამოძიებო კომისიის შექმნას და მანამდე არ ასახელებთ ამ მტკიცებულებებს. ხომ არ გონიათ რომ ეს აძლევს უმრავლესობას დამატებით ეჭვის საფუძველს იმისათვის რომ თქვენ იმზადებთ ამით პოლიტიკურ პლატფორმას? ოდესმე რამეზე შეუქმნიათ საგამოძიებო კომისია, გირგულიანზე შეიქმნა საგამოძიებო კომისია, 7 ნოემბერზე შეიქმნა საგამოძიებო კომისია. რა მტკიცებულებაზე ლაპარაკი? 7 ნოემბერი მოხდა, შეიჭრა იმედში სპეცრაზმი. დაამტვრიეს, დაანგრიეს იქაურობა, 3 მილიონი გადაიხადა ბიუჯეტმა იმ ანაზღაურებისთვის, რაც იქ დაანგრიეს. ჟურნალისტებს ცემეს, არც ცემეს ახლა არ თქვას არავინ, არც გივით არგამაძემ. გამოშვების შემდეგ ტყუებს აყოლებდნენ ზურგში, ნადირობდნენ, როგორც აი სასიძელ ყურდღლებზე. რამე მოხდა, რამე გამოიძიეს. ბატონ სოზარ, საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისია არ შექმნილა ომის შემდეგაც კი. რატომ გონიათ რომ დღეს შეიძლება შეიქმნას? მე ჩემი უნდა მოვითხოვო და როცა ეს არ გაკეთდება, ამით გამოჩნდება კიდევ ერთხელ არსებობს სწორა პოლიტიკური ნება და მე მოვიფიქრებ რა გზას მივმართო, რომ ეს ამბავი დავამტკიცო. იმიტომ რომ მტკიცებულებები რომ აქვს ეს ერთია, მაგრამ ამ მტკიცებულებებს სჭირდება შემდეგ რაღაც დეტალების გადამოწმება, თქვა საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა საჭირო უწყებებიდან. დღეს გაკეთებული განცხადებებით უკვე დადასტურდა, რომ ამის პოლიტიკური ნება პარლამენტში არ არსებობს. უნდა ჰქონდეს საგამოძიებო კომისიას. ბატონო? დღეს გაკეთებული განცხადებებით უკვე ჩანს, რომ პოლიტიკური ნება შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რასაც თქვენ თხოვთ არ არსებობს. რა გზას მიმართავთ ასეთ შემთხვევაში? მაშინ სხვა გზით მოვახდენს გასაჯაროებას ამ ფაქტების, თუმცა იქნება გაცილებით მძიმე რა თქმა უნდა დადასტურება. კონკრეტულად საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლება დღეს თქვენ გთხოვეს მიგეწოდებინათ ეს ინფორმაცია მათთვის და ისინი შემდეგ თავისებურად შეეცდებოდნენ მოეთხოვათ. მას შემდეგ რაც ნათელი გახდება, რომ საგამოძიებო კომისია არ იქნება. ჯერ იურიდიული პროცედურები არ ამოწურულა თავებუდოთ მოვლენათა განვითარებას. ბატონ სოზარ, თქვენ დღესაც და მანამდეც არაერთხელ დაგდეს ბრალი პოლიტიკურ ანგაჟირებულობასა და იმაში, რომ თქვენ ასეთი განცხადებებით და ამ ფაქტებზე აქცენტის გაკეთებით იმზადებდით პოლიტიკურ მომავალს. რას უპასუხებდით ამ ბრალდებაზე უმრავლესობის წევრებს? აბსურდია. ანუ თქვენ არ აპირებთ პოლიტიკურ მოღვაწეობას? როდიდან? როცა საჭიროდ ჩავთვლი. როცა აღარ ვიქნები სახალხო დამცველი, ვიქნები პოლიტიკაში ალბათ. მაგრამ მე ეს გადავწყვიტე ახლა ხო, რომ რაღაც რამდენიმე თვეა შეიძლება დავიწყე ფიქრი და გადავწყვიტე არც თუ დიდი ხნის წინ. იგივე ბრალდება არის რამდენიმე წელია. მუდმივად ესეთი და იგივე ბრალდება, ანუ ახლა საერთოდ არ ვაპირებდი და არ ვფიქრობდი მაგ თემაზე. როდი იმ ომის შემდეგ შექმნილი ვითარების და კრიზისის გამო გადავწყვიტე, რომ ამ შემთხვევაში ალბათ მე ჩემი ძალისხმევა უნდა ჩავდო ქვეყნის გადარჩენასა და სწორ გზაზე დაყენებაში, მაგრამ მანამდე ამაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ეს ბრალდება მუდმივად იყო, იმიტომ რომ არასდროს არ არის პასუხი იმ კითხვებზე, რაზეც მე ვლაპარაკობ. არასდროს როგორც ახლა არ არის პასუხი 7 ნოემბერზე, ესე არ არის დღემდე პასუხი გაცემული, თქვათ რობაქიძის კვლელობა გაყალბდა, ყველამ ვიცით ვინ გააყალბეს, ვიცით რომ ავტომატურად ჩაუდეს რობაქიძემ. ეს ოფიციალურმა გამოძიებამ დაადასტურა. ეს ადამიანები ვინც გააყალბეს, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, თანამდებობებზე არიან, რატომ? ამ კითხვაზე პასუხი არ არის. და ასეთ დროს როცა მე ასეთ საკითხებს ვსვამ, იწყება რომ სახალხო დამცველი არის პოლიტიზირებული, ან ზეგავლენის ქვეშ რომელიმე პოლიტიკური ოპოზიციის
ზოგჯერ რაღაც უცნაურობაშიც ხდებოდი ხოლმე. აი იმავე მოხსენებაში, როცა პირველად რობაქიძეზე ვილაპარაკე, ძალიან მკაცრად ვილაპარაკე, თქვათ იმ დარღვევებზე, რომლებიც ხდებოდა შიდა ქართლში, რასაც აკეთებდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრი. ზოგიერთი უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ახლაც უმრავლესობაშია და ახლაც მაღალ თანამდებობაზე, მოვიდა და მეკითხებოდა: პრეზიდენტისგან ხო არ მოდის ეს დაკვეთა, რომ მაშინ გამოსულიყო თვითონაც და თვითონაც ძალიან მკაცრი განცხადებები გააკეთებინა. ანუ სულ აი ესეთი დამოკიდებულებაა ხოლმე. თუ ან ვიღაცის ან ანგაჟირებული უნდა იყო, ან ვიღაცის დაკვეთას უნდა ასრულებდა, ან რაღაც პოლიტიკურ მიზანს უნდა ისახავდა და არ ფიქრობს, რომ ეს სიმართლეა, ეს არის ფაქტები და ამ ფაქტებს უნდა პასუხის გაცემა. ფაქტებს გაუსწორონ თვალი, ეგ არის მთავარი. ბატონ სოზარ, რაც შეეხება თქვენს პოლიტიკაში წასვლას, ანუ თქვენ დაიცდით მანამ, სანამ ამოიწურება თქვენი უფლებამოსილება. თქვენ რამდენიმე დღის წინ პრესაშიც როდესაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა სოზარ სუბარმა დატოვოს თანამდებობა, ის ინფორმაციაც გავრცელდა, რომ შესაძლოა თქვენ ეს გადაწყვეტილება მიგეღოთ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისთანავე. ეგ ინფორმაცია რა თქმა უნდა არ იყო სწორი, თუმცა მე ძალიან მოხარული ვიქნები თუ შევძლებ ვადა მივიტანო ბოლომდე, მაგრამ თუ უცებ გამოჩნდა რაღაც ისეთი ვითარება, რომლის გამოც ჩავთვლი რომ ეს ასე ვერ მოხდება, ნუ ჩემი გადასაწყვეტია, როდის რა გადაწყვეტილებას მივიღებ. კონკრეტულად რის შემდეგ თქვენ გადაწყვეტილებები მომავალში წასულიყავით პოლიტიკაში? ამ დამამთავრება, მანამდე სანამ მე ვასრულებ ჩემს მოვალეობას, ეს ხაზი ყოველთვის იქნება გავლებული, ეს კედელი ყოველთვის იქნება გავლებული პოლიტიკასა და სახალხო დამცველის მოღვაწეობას შორის. როდის მივიღე, ვერ გეტყვით, დიდი ხანი არ არის ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ამ თემაზე ფიქრი საერთოდ დავიწყე მართლა მომის შემდეგ. ვის გვერდით წარმოგიდგენიათ თქვენი თავი? იქნება თუ არა ის ირაკლი ალესანია? მაგით დეტალებს არ ვუძღვ. თქვენ ესაუბრეთ მას ბატონ სოზარ? ველაპარაკები ყველას. მათ შორის უმრავლესობის წევრებს. ერთად ვიყავით აგემე და ბატონი გიორგი კანძელაკი 4 დღე გერმანიაში. და ძირითადად სულ კამათობდით, მაგრამ მაინც. ბატონ სოზარ, მოდით იმაზეც ვისაუბროთ, ამ ხნის განმავლობაში თქვენი უფლებამოსილების ვადა, რამდენიც ცნობილია, მომავალი წლის შემოდგომაზე იწურება. ამ ხნის განმავლობაში თქვენ როგორც სახალხო დამცველმა გამოიყენეთ თუ არა ყველა რესურსი იმისათვის, რომ გაგაკეთებინეთ ყველაფერი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით? დარწმუნებული ვარ, რომ კი, იმიტომ რომ ის გაწეული ტიტანური შრომა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მიერ. რო ჩახედოთ ჩემს მოხსენებებს მიხვდებით რამ ხელა შრომა არის თითოეულ მათგანში ჩადებული. ელემენტარულად 4 წლის წინ 1500 განცხადება შემოვიდა, წელს 5000 გადააჭარბა. ეს მეტყველებს იმ ნდობაზე, რომელიც სახალხო დამცველის ოფისმა მოიპოვა. შეგიკითხეთ ნებისმიერ ადამიანს იციან თუ არა ამ ოფისის არსებობა და ისინი დაგიდასტურებენ რომ იციან. ესეც მეტყველებს იმ ნდობაზე და იმ ჩვენს მიერ გაწეულ მუშაობაზე. კითხეთ ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაში მუშაობს. რომელია ენდობიან თუ არა ჩვენს მოხსენებებს, ენდობიან თუ არა ჩვენს ფაქტებს და ისინი დაგიდასტურებენ რომ ენდობიან და ისინი დაგიდასტურებენ რომ გვიცნობენ, ასე რომ ეს ჰაერიდან არ მოდის ესეთი ნდობა. ეს არის იმ ყოველდღიური მუშაობის შედეგი. მე ვაკეთებდი ყველაფერს, ვცდილობდი მქონოდა ყოველდღიური ურთიერთობები გადაწყვეტილების მიღებ პირებთან. ვცდილობდი მათ ისინი დამერწმუნებინა რომ პოლიტიკა იყო შესაძლებელი, მაგრამ როდესაც მივხვდი რომ ეს არ გამოდიოდა, მე ვიყავი ვინც ურთიერთობა გაწყვიტა და მათ არ გაუწყვეტიათ ჩემთან ურთიერთობა. მე გავწყვიტე, იმიტომ რომ გავწყვიტე როგორ მე დავიწყე ისეთი კრიტიკა და მე დავიწყე ისეთი განცხადებების კეთება, რის შემდეგაც ისინი აღარ მელაპარაკებოდნენ. მივხვდი რომ ამ ლაპარაკს აზრი არ ქონდა და ეს არაერთხელ თქვა კიდევაც საჯაროდ რომ აღარ აქვს ამ ადამიანს, საჯაროდ კი არა ისე დახურულ შეხვედრებზე რა აღარ აქვს ამ ადამიანთან ლაპარაკს აზრიო და არა რა თქმა უნდა ლაპარაკს აზრი, როდესაც მეუბნებიან რომ რაღაცაზე გავჩუმდე. გაჩუმებით არასდროს არ გავჩუმებულა, უბრალოდ იცვლებოდა შეფასებები. ის რაც თავიდან მეგონა რომ იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ფაქტები გროვდებოდა, ვამბობდი რომ ამან მიიღო სისტემური ხასიათი და სწორედ ეს სისტემურობა ანუ ეს იყო თქვენი ამ ხნის განმავლობაში მუშაობის შედეგი. მუშაობის შედეგი იყო ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, მუშაობის შედეგი იყო ის, რომ ძალიან ბევრ სფეროში შევძელით ვითარების შექმნა, მუშაობის შედეგი იყო თუნდაც ის, რომ როდესაც შარშან 7 ნოემბერს და ნოემბრამდე ხალხი გამოვიდა ქუჩაში 100,000-ობით ადამიანი და ერთი ლოზუნგით იყვნენ გაერთიანებული არ მეშინია, ამ შიშის სინდრომის ერთგვარად შენჯღრევაში ჩვენც მივიღეთ. ბატონ სოზარ, თქვენ ამბობთ, რომ წლების წინ იყო განცხადებების რაოდენობა ნაკლები, ბოლო დროს კი გაიზარდა. რაზე მიუთითებს ეს? იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ვითარება გაუარესდა თუ სახალხო დამცველის აპარატის მიმართ გაიზარდა ნდობა? ნდობის გაზრდაზე, იმიტომ რომ უფლებები ირღვევა ისევ როგორც ირღვევოდა.
ანუ პოზიტიური დინამიკა ამ მხრივ არ შეინიშნება. არის სფეროები, სადაც არის პოზიტიური დინამიკა, არის სფეროები, სადაც არის ნეგატიური დინამიკა. მაგალითად, პოლიტიკური ოპოზიციის ცემები და ოპოზიციის მხარდამჭერების ცემების მხრივ ნეგატიური დინამიკაა. და რა რეკომენდაციებს თავაზობს სახალხო დამცველი ხელისუფლებას? თუნდაც ერთი ფაქტი მაინც გამოიძიონ და ერთი დამნაშავე მაინც დაისაჯოს, რომ სხვები მაიგზნონ, რომ შეიძლება დაისაჯონ მომავალში უკანონო ბრძანებების შესრულებისთვის. და ეგ მინიმუმი და დანარჩენი რა რეკომენდაცია უნდა მიუწევ, როდესაც ვამბობ იმას, რაც მოხდა 4 ნოემბერს, ყველა ეს ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს, ვინც იმ დადგმებში მონაწილეობდა და მონაწილეობდა შემდეგ შესრულებაში. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ სახალხო დამცველი სოზარ სუბარი. ჩვენ კი განვაგრძობთ გადაცემას რამდენიმე წუთში. ჩვენი გადაცემის სტუმარი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე იქნება. დაგველოდეთ. პირველი თემა პირდაპირ ეთერშია. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლავთ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. საღამოშვიდობის ბატონო გიორგი. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო გიორგი, დავიწყოთ საუბარი იმით, რამდენად მოულოდნელი იყო ოპოზიციისათვის ის კონკრეტული ინფორმაცია, რომლითაც დაასრულა თავისი ანგარიში სახალხო დამცველმა 2007 წლის 4 ნოემბრის შეხვედრაზე. ვერ გეტყვით, რომ ძალიან მოულოდნელია. დღეს ამას იტყოდა თუ არა სოზარ სუბარი ამის თავაზე ჩვენ წინასწარ ცხადი არ ვიყავით ინფორმირებული, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ მოვლენებს, რომელიც საქართველოში ვითარდებოდა ბოლო წლების განმავლობაში, თუნდაც 7 ნოემბერთან დაკავშირებით, თუ გავითვალისწინებთ მართვის სტილს და გადაწყვეტილებების მიღების მეთოდს, მე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ადამიანისთვის, ვინც მეტნაკლებად გათვითცნობიერებული არის ამ საქმეში, იყო მოულოდნელობა იმ შინაარსის ფაქტებზე საუბარი, რადგან საუბრობდა ბატონი სოზარი. მონებრივია სახალხო დამცველის მიერ ნათქვამ სიტყვას სხვა ფასი აქვს, სხვა წონა აქვს. მე დღეს მოვისმინე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ყოველგვარი კონკრეტული ფაქტების მოყვარების გარეშე ილაპარაკოს ასეთი ტიპის ინფორმაციებზე, რომელიც დაუდასტურებელი არის კონკრეტული ფაქტებით. ეს არ არის ნებისმიერი ადამიანი, ეს არის სახალხო დამცველი. ძალიან სერიოზული კონსტიტუციური სტატუსის მატარებელი ადამიანი, რომელიც ალბათ დარწმუნებული ვარ მთლიანად ის იგრძეგანებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას სიტყვებს თან უნდა ახდეს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ და არა ოპოზიციამ გამოვინა სრული არაადეკვატურობა დღეს პარლამენტში გაჟღერებული ფაქტების მიმართ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ სახალხო დამცველის მოხსენებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობამ შევიტანეთ დადგენილების პროექტი, რომელიც 3 მუხლისგან შედგებოდა და მთავარი ამოცანა გახდათ ის, რომ სახალხო დამცველის ამ 600 გვერდიან მოხსენებაში წარმოდგენილი ფაქტების უმეტესობა მოითხოვს რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან და ჩვენ ვალდებულებდით. თუმცა ეს ალტერნატიული დადგენილების პროექტი ჩააგდო პარლამენტმა და მიიღო ცნობად სახალხო დამცველის ანგარიში. ანუ ჩვენ უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირეთ. საპარლამენტო უმცირესობა მხარი დაუჭირა ჩვენს მიერ შეთავაზებულ დადგენილებას, თუმცა აქვე ვთქვით ისიც, რომ ჩვენ მთლიანად მხარს უჭერთ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას იმ საკითხების ფაქტების შესასწავლად, რომლის თაობაზეც დღეს სახალხო დამცველმა პარლამენტში ისაუბრა. დღეს საპარლამენტო უმრავლესობა უკვე დღევანდელი დღიდან გამოჩნდა, რომ არის ამის კატეგორიული წინააღმდეგი. თქვენ რა რესურსი გაქვთ საპარლამენტო უმცირესობას იმისა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა რომელიც ყავს ნაციონალურ მოძრაობას საქართველოს პარლამენტში დაარწმუნოთ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაში. საღი აზრი და ლოგიკა. მე დღეს პარლამენტის ტრიბუნიდანვე უთხარი საპარლამენტო უმრავლესობას. თუ ისინი დარწმუნებულები არიან იმაში, რომ სოზარ სუბარი საუბრობს ცრუობს მარტივად რო ვთქვათ. პირველი, ვინც უნდა იყოს დაინტერესებული დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნაში, ეს თავად საპარლამენტო უმრავლესობა და ხელისუფლება, რადგან ლოგიკა არის მარტივი. მალავს ის, ვისაც დასამალი აქვს რაიმე, ხო? ჩვენ და საზოგადოებას გვაინტერესებს. ის, რაზეც ისაუბრა ბატონმა, გაინტერესებთ იმის გარეშეც, რომ არიცით რა მტკიცებულება აქვს სახალხო დამცველს. სწორედ ამის გამო გვაინტერესებს, რომ გავიგოთ რა მტკიცებულება აქვს სახალხო დამცველს, რადგან ეს ადამიანი ამბობს, რომ მანამდე არსად არავისთან არაფერს არ უთქვეს, სანამ დროებით საგამოძიებო კომისია მუშაობას არ დაიწყებს. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ გვინდა შექმნა დროებით საგამოძიებო კომისია, რომ ამ ადამიანისაგან შეპირებული, დაპირებული ფაქტები ვნახოთ, მოვისმინოთ თვითმხილველების, ასე ვთქვათ, იმ ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ვისგანაც თავად სოზარ სუბარს აქვს ეს ინფორმაცია. საინტერესო, თქვენ როგორ ხსნით ამ კატეგორიულ მოთხოვნას სახალხო დამცველის მხრიდან? მან 1 წლის წინანდელ ფაქტზე ისაუბრა დღეს და კატეგორიული წინააღმდეგია საგამოძიებო კომისიას. მიეწოდოს ეს ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო კომისიას. მომხრია რომ მიეწოდოს ეს ინფორმაცია საგამოძიებო კომისიას. არ ვიცი, თავად ბატონ სოზარს თავისი мотиваცია აქვს, ამის თაობაზე საუბრობდა კიდეც ის, სანამ მე შემოვიდოდი ამ სტუდიაში.
ალბათ მისი ეს მოსაზრებები უკავშირდება ბევრ მიზეზს, მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოების პრობლემებს, რომელთაგანაც აქვს ეს ინფორმაცია მიღებული. პირადად ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, დროებით საგამოძიებო კომისიაში ამ ადამიანების დაკითხვა ვერანაირ დამატებით უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მიცემს ამ ადამიანებს, თუ ისინი მზად არიან იმისათვის, რომ ისაუბრონ თუნდაც დროებით საგამოძიებო კომისიის ფორმატში მათხელთ არსებულ ინფორმაციაზე. მე ვფიქრობ, რომ ზუსტად იგივე და შეიძლება კიდევ უფრო მეტ დაცულობის ხარისხი არსებობდეს იმ შემთხვევაში, თუ კი ბატონი სოზარი ამ ადამიანებს უბრალოდ კი არ დაასახელებს, არამედ ეს ადამიანები საჯაროდ მოყვებიან იმას, რაც უთხრეს ბატონ სუბარს, რადგან ამ შემთხვევაში დაცვის ყველაზე კარგი მექანიზმი, გარანტია იმისა, რომ მათ ხელს მართლაც ვერავინ ახლებს, იქნება სწორედ ეს ფაქტი, როდესაც ისინი საჯაროდ გაამჟღავნებენ ამას. მე არ ვიცი ამ შემთხვევაში რამდენად არის დარწმუნებული ბატონი სოზარი და ის ადამიანი, ვინც მას მიეწოდა ეს ინფორმაცია, რომ პროცესის გაწელვა გაცილებით მეტ საფრთხეს არ შეუქმნის თუნდაც ამ ადამიანებს, იმიტომ რომ არ ამგონია ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდეს ხელისუფლების მხრიდან გამოთვლა იმ ადამიანების იმ სავარაუდო წრისა, საიდანაც შეიძლებოდა ამ ინფორმაციას გამოეჟონა, მაგრამ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და ეს არც ერთ შემთხვევაში არ აკნინებს და არ ამცირებს мотивაციას საიმისოდ, რომ პარლამენტში დროულად შეიქმნას დროებით საგამოძიებო კომისია და ბატონ სოზარის ხელთ არსებული ინფორმაცია გახდეს ამ კომისიის მსჯელობის და თუმცა უმრავლესობა კატეგორიულად გამორიცხავს კომისიის შექმნის შესაძლებლობას და ასეთ შემთხვევაში ალბათ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ შესაძლოა ეს მტკიცებულება პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიციისთვის გახდეს ღია და ცხადი, რადგანაც ოზარ სუბარმა თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში ის მოგატვით ინფორმაციას თქვენ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის, თუმცა დარწმუნებული ვართ, თუ კი დროებით საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ბატონი სოზარი ჩვენთან ერთად, როგორც საპარლამენტო ოპოზიციასთან, ასევე მთელ საზოგადოებასთან ერთად გადაწყვეტს ამ ფაქტებზე ღია მსჯელობას. მხოლოდ ეს იქნება დაცვის მექანიზმი თუნდაც იმ ადამიანებისათვის, რომელთა უსაფრთხოების პრობლემაა. ბატონ გიორგი, უმრავლესობის მხრიდან სახალხო დამცველის მისამართით გამოითქვა ასეთი შენიშვნაც, თუ რატომ არ წარადგინა ომბუდსმენმა სისტემური ცვლილებების რეკომენდაცია. თქვენ თუ ხედავთ ასეთ ხარვეს სახალხო დამცველის ანგარიში და თავად ოპოზიციას თუ აქვს ამ საკითხზე რეკომენდაციები ხელისუფლების მიმართ? მე გეტყვით სიმართლეს, რომ მოხსენება 600 გვერდიანია, ძალიან ბევრი ფაქტის მომცველია და ამ შემთხვევაში ყურადღების გამახვილება ინსტიტუციონალურ სრულყოფაზე რომელიმე სისტემის მე უკვე ზედმეტად მეჩვენება. ჩვენ ვთვლით, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური ნების დეფიციტი. და ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ მიიღება, რომ ეს ქვეყანა თავისუფალი საზოგადოება ჩამოყალიბდეს ქვეყანა. მე დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვი და აქაც თქვენ სტუდიაშიც მინდა გავიმეორო, რომ საქართველოს გავს იმ ადამიანს, რომელსაც ცალი ფეხი ჰაერში აქვს და აი რაღაც გადადგმას აპირებს. შეუძლებელია ჩვენ ამ მდგომარეობაში დიდხანს გავჩერდეთ და თავის შევინარჩუნოთ. ხო, წინ ეს არის თავისუფალი საზოგადოებისკენ და უკან ეს არის რაღაცა ტოტალიტარული ტიპის სახელმწიფო დარჩეთ, ხო? რა თქმა უნდა, გადაჭარბებული იქნება შეფასება ჩვენი რეალობის, რომ ეს არის დიქტატორა, რომ სააკაშვილი არის დიქტატორი და ასე შემდეგ. ეს ასე არ არის, ეს ასე რო იყოს, მე ახლა პირდაპირ ეთერში საქვეყნო მთელი საქართველოს გასაგებად ამ თემაზე ასევე რო ილაპარაკებდი, არ მალაპარაკებდნენ უბრალოდ, ხო? ეს ასე არ არის, ანუ ეს ერთი უკიდურესობაა, მაგრამ ფაქტი არის სახეზე, რომ ძალიან ბევრი რამ მოხდა ამ ქვეყანაში ისეთი, რაზეც უნდა მომხდარიყო რეაგირება. არ დასჯილდან არც 7 ნოემბრის მომწყობები და არც შემსრულებლები. ძალიან მარტივ რამეზეა საუბარი, ხო? როდესაც დაისაჯა უამრავი ადამიანი სასამართლოს წესითაც, რიგითი მომიტინგეები, არ ვლაპარაკობ მე ოპოზიციონერებზე, რომლებიც სასტიკად გალახეს ცემეს და მათი ცემის ფაქტები დღესდღეობით გამოძიებული არ არის, დამნაშავეები დაჟილები არ არიან. პოლიტიკოსებზეა ლაპარაკი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ხო? ბატონი დავითაშვილი იმ დროისთვის დეპუტატი გახდა. ამაზე მაღალი თანამდებობის პირი საქართველოში რამდენიმე ყავს, ხო? საუბარი არის უბრალო ადამიანებზე, რომლებიც მიტინგში მონაწილეობის გამო დასაჯეს და ამ დროს არც ერთი პოლიციელი, არც ერთი სამართალდამცველი, არც ერთი სპეცნაზელი თუ გაუგებარი წარმოშობის ყვითელმოსასხამიანი საწვიმარიანი ადამიანი არ დასჯილა იმ საქციელის, იმ სისასტიკის და კანონით მინიჭებული უფლებების გადამეტების გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს. ამაზეა საუბარი. საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობს და სადაც პოლიტიკური ნება, ან საკუთრების შელახვის ფაქტები. დღეს ბიუჯეტის თემას განვიხილავდა, ძალიან სერიოზული და საინტერესო დებატები იყო. სამწუხაროდ საღამოს გამოშვებებში, მაპატიეთ პირველი არხის გამოშვებებში
შეიძლება არ მინახავს, მაგრამ თავი არ მოუკვლიათ ამ თემებზე საუბრით. არადა ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს და ისრაელის საქართველოს. ჩემი გამოსვლა დავიწყე სწორედ საკუთრების ხელშეუხებლობის პრობლემით, რომელიც ქვეყანაში დგას. აი ამ მოხსენებაში ამაზეც ბევრი რამ არის ნათქვამი. ამას არ ჭირდება, რა უნდა ვთქვათ, რომ სასამართლომ უნდა დაიცვას საკუთრების ხელშეუხებლობა და კერძო მეწარმეების უფლებები. ეს ხო კანონში ისედაც წერია. ანუ აქ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნება არ არის და უნდა მივახციოთ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოტივირებული არ იყოს არც სასამართლოს მუშაობა და არც სამართალდამცავი პოლიცია არ უნდა იყოს პოლიტიკური პოლიცია და ჟანდარმერია. როგორ უნდა მოხდეს, როგორ უნდა მივახციოთ ამას ძალიან ბევრ საუბრობთ. ჩვენ ქრისტიან დემოკრატებს ჩვენი გზა გვაქვს, ასე ვთქვათ. არსებობს განსხვავებული მიდგომები, თავად ოპოზიციაშიც, ოპოზიციაც მრავალფეროვანი არის, საბედნიეროდ და შეიძლება ბევრი რამისთვის ქართულობა სჭირდება ერთი გული და ერთი სული, მაგრამ ერთი თავი და ერთი აზრი ღმერთმა დაგვიფაროს, ხო? ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელი არის ყველა ტიპის დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობა, რომელმაც შეიძლება შედეგამდე მიგვიყვანოს. მე მიმაჩნია, რომ სწორი იყო, როდესაც პარლამენტში შევიდა ოპოზიცია და დღეს საქართველოს პარლამენტს ვინც უყურებდა დილიდან საღამომდე, ნახავდა, რომ იქ იყო ძალიან აქტიური წინააღმდეგობა იმისა, რასაც ხელისუფლება წარმოადგენდა, ჟღერდა ალტერნატიული აზრი, ძალიან დასაბუთებული პროგრამების დონეზეც, კრიტიკის დონეზეც. მე მიმაჩნია, რომ ყველა ის კუნძული, სადაც ჯერ კიდევ არის შემორჩენილი დემოკრატიის ნიშნები, შევინარჩუნოთ. თუმცა რეალურად თითქმის არ ხდება ამ გადათქვენი პოზიციების გათვალისწინება. ამაში ვერ დაგეთანხმები, ძალიან ბევრი შეიძლება არა, მაგრამ ბევრი რამ ნამდვილად მოხდა და მათ შორის სახალხო დამცველის მოხსენებაში წაისახა, მათ შორის დაწყებული მედიაში არსებული სიტუაციასთან დაკავშირებით, მაესტროს თემა იქნება ეს თუ სხვა დანარჩენი თემები. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზეც, რომ პოლიტიკური პარტიების ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების კუთხითაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და დღეს ეყარა კიდეც კენჭი ერთ ასეთ კანონს ცვლილებებს უფრო სწორედ. ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. ყოველ შემთხვევაში იმ ცვლილებებს, რომლის განხილვაც ახლა უნდა დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებს გულისხმობ. ალტერნატივა ამის არის ძალად. ბატონ გიორგი, რომელიც როგორც ხელისუფლება განმარტავს, იქნება რეალურად პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცის ხარჯზე. რეალურად რითი გაძლიერდება, არსებითად რა ცვლილება იქნება ეს საქართველოს პარლამენტისთვის და კონკრეტულად საპარლამენტო უმცირესობისთვის. თქვენ ძალიან მოზომილად ჩამოყალიბეთ ეს ფორმულირება მოუნახეთ ზუსტად ისეთი, როგორც ალბათ იქნება ეს ცვლილება, ხო? ის რაზე ჩვენ ხელისუფლება გველაპარაკება ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მასირებული პროპაგანდისტული შეტევის დროს საქართველოს მოსახლეობაზე, რომ მკვეთრად იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილება და მკვეთრად იზრდება პარლამენტის გავლენა და უფლებამოსილებანი. ეს არის ტყუილი, მსგავსი არაფერი არ ხდება. რა თქმა უნდა, თქმა იმისა, რომ არაფერი არ ხდება, ასევე ტყუილია. უმცირესობას მიენიჭება უფლება, რომ დააყენოს მთავრობისადმი უნდობლობის საკითხი, რის უფლებას მანამდე უმცირესობას არ ქონია. სხვაგვარად იყო რეგლამენტირებული და უმცირესობას ეს უფლება არ ქონდა. რა თქმა უნდა, ეს თავად პარლამენტში მთავრობის ანგარიშვალდებულობის ხარისხს საპარლამენტო ოპოზიციისა და მოდი გაიცვლება საპარლამენტო რამდენიც მახსოვს მათ აქამდე შეეძლო საპარლამენტო უმცირესობას ამ საკითხის დაყენება და ახლაც შეუძლია, მაგრამ რეალურად რა მარტივდება? რეალურად მარტივდება საკითხის დასმის შესაძლებლობა და არა ამ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. იმიტომ რომ როდესაც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, რამდენადაც მახსოვს, ასე იყო, უმრავლესობას უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება და ახლაც ასე რჩება. მოდი მარტივად ვთქვათ, 2004 წლის თებერვალში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს პრეზიდენტმა მიიტაცა პარლამენტის და მთავრობის უფლებამოსილებები და ფაქტობრივად უგვირგვინო მონარქად იქცა ქვეყანაში. ჩვენი ამოცანა და ქრისტიან დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ სისტემური ცვლილებების ორიენტაცია უნდა იყოს ზუსტად იმ მიმართულებით, რომ ქვეყანაში კონსტიტუციონალიზმის ძირითადი პრინციპი განხორციელდეს და შტოების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით აიგოს პოლიტიკური სისტემა. ანუ პარლამენტმა, პრეზიდენტმა, სასამართლომ გააწონასორონ ერთმანეთი და ერთმანეთის ურთიეს კონტროლისა და ბალანსის მექანიზმი. მაგრამ რამდენად იქნება ეს შემოტანილი საკონსტიტუციო ინიციატივა ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯს კი არ წარმოადგენს, გარკვეულ იმპულსს, მინიშნებას წარმოადგენს, რომ ამ მიმართულებით რაღაცა შეიძლება დაიწყოს, მაგრამ თქმა იმისა, რომ ამ კუთხით რაიმე ძირეულად იცვლება,
არათუ გადაჭარბებული არის, უბრალოდ ძალიან არასერიოზული. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ერთი სიტყვით უბრალოდ მიულოცავთ. ეჭვმება რომ პირველი არხის ეთერში ხვალამდე კიდე მოხდე და ძალიან მძიმე წელი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, მე შესაბამის და არ იქნება, იმიტომ რომ ახალი წელი დგება, ასე რომ. თუმცა რა თქმა უნდა, სასოწარ კვეთილებაში ჩავარდნის საფუძველი ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ერთმანეთს ამას გვარნახობს და ჭრილობების მოშვება მინდა უსურო ჩვენს ქვეყანას მომავალწელს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს უსურო მხნეობა, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ გასული წლის მოვლენების შედეგად, ესენი არიან დევნილები, რომლებიც ახლა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში თუ სხვა ადგილზე არიან განსახლებულები და მათ ჩვენ თანადგომა ჭირდებათ. ძალიან დიდი მადლობა, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუმარი გახლდათ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე. ჩვენ რამდენიმე წუთში დავბრუნებით პირდაპირ ეთერში და პირველი თემის შეკითხვებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი უპასუხებს. დაგველოდეთ. პირველი თემა კვლავ პირდაპირ ეთერში. ამჯერად ჩვენი სტუდიის სტუმარი გახლდათ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი. საღამომშვიდობის ბატონო გია, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ბატონო გიორგი, რას ნიშნავს ის, რომ სახალხო დამცველის მსგავსი შინაარსის ანგარიშის შემდეგ უმრავლესობა კატეგორიულ უარს ამბობს შეიქმნა საგამოძიებო კომისია და შესწავლილი იქნას სახალხო დამცველის ანგარიში ჩამოთვლილი ინფორმაცია. საგამოძიებო კომისიაზე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც არ შედის ამ მოხსენებაში. არ შედის ამ მოხსენებაში, რომელსაც მე უწოდებდი PR აქციას და ძალიან ისეთი სიურპრიზის სახით იქნა ეს ნათქვამი და შემდეგ მთელი აქცენტები გადავიდა მხოლოდ ამ რამდენიმე ეპიზოდზე, რომელზედაც ყვებოდა უბრალოდ ერთ ეპიზოდზე. და ამის შემდეგ მთელი პარლამენტი გადავიდა სწორედ ამის გარჩევაზე. მაშინ როდესაც ანუ მნიშვნელოვანი იყო ეს ეპიზოდი, რადგანაც მთელი პარლამენტი ამის განხილვაზე გადავიდა ბატონო. კი, მაგრამ ეს იყო ისეთი რამე, ისი დამტკიცებაც არავინ არ იცის როგორ ხდება, ეს არის ისეთი რამე, რაც წარმოადგენს ვერსიას. სახალხო დამცველი ამბობს, რომ მას აქვს შესაბამისი მტკიცებულება, მას ეს ინფორმაცია მიაწოდა ადამიანმა, რომელიც ესწრებოდა იმ კონკრეტულ შეხვედრას და ეს ადამიანი დღესაც არის ხელისუფლებაში. ხო, ვერ მეტყვით, რომელმა ადამიანმა მიაწოდა ეს ინფორმაცია, რამდენად შეგვიძლია ვერდოთ იმ ადამიანს. სახალხო დამცველმა და იგი ამბობს, რომ ამ ინფორმაციის საჯაროებისთვის მას ჭირდება აუცილებლად შეიქმნა საგამოძიებო კომისია. რატომ არა? არა, იმის გამო, რომ ეს არის ჩემ თვალში ეს ყველაფერი იყო PR აქცია გამიზნული სწორედ იმაზე, რომ მარტო ამის ირგვლივ ატეხილი იყო. იქნება სიმართლეა ბატონო გია. ძალიან ბევრი რამე არის, რაც შეიძლება იყოს სიმართლე, შეიძლება არ იყოს სიმართლე, ეს არის ისეთი რამე, რაც არის ძალიან მცირე ალბათური ხასიათის. მაშინ რატომ ამბობს ასეთ კატეგორიულ უარს ამის დადგენაზე საპარლამენტო უმრავლესობა? აი მე გისმენთ თქვენ და თქვენ ახსენებთ რამდენჯერმე, რომ ეს ხომ თქვა სახალხო დამცველმა და მის სიტყვებს სრულიად სხვა ფასი აქვს. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ თქვენ, რომ იქ იყო საქართველოს პარლამენტი, რომელიც არჩეულია ხალხის მიერ და რომლებმაც ამ ვერსიას არ დაუჯერა და არ შექმნა კომისია. რა არის ამაში გაუგებარი? მაგრამ საზოგადოებას იქნება სწორედ ამით უჩნდება ეჭვის საფუძველი, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია შეესაბამებოდეს სიმართლეს. რატომ არ განუმარტავს იგივე პარლამენტი თავის მოსახლეობას, იმ მოსახლეობას, რომელმაც თქვენ პირადად და თქვენს კოლეგებს მოგცათ ნდობის მანდატი, რომ სახალხო დამცველი არ ამბობს სიმართლეს. სახალხო დამცველმა უნდა თქვას სიმართლე დღესაც, ხვალად, ზეგაც, კომისიასთანაც, კომისიის გარეშეს, თავისი საქციელითაც და ყველანაირად. სახალხო დამცველმა წარმოადგინა 646 გვერდიანი ნაშრომი, რომელიც არის კოლექტიური ხასიათის, რა თქმა უნდა, ეს პირადად მისი დაწერილი ვერ იქნებოდა. ამაზე მუშაობდა უზარმაზარი კოლექტივი. თქვენ ალბათ ნაკლებად იცით ის, რომ სახალხო დამცველს ძალიან კარგად აფინანსებს სახელმწიფო. წლევანდელ ბიუჯეტში ჩვენ გამოვყავით დღეს ითქვა 1 მილიონი, 1 მილიონი კი არა, 2 მილიონი ლარი სწორედ იმისათვის, რომ ყველაფერი რაც დაკავშირებული არის მაგრამ ეს არ ავალდებულებს სახალხო დამცველის აპარატს არ იყოს კრიტიკული. ესა ძალიან გთხოვთ რომ მათქმევინოთ. კარგით, მე ხშირად არა ვარ, მე არა ვარ, ვთქვათ, დიდი ხანი არ ყოფილვარ არც ამ სტუდიაში და არც სხვა სტუდიებში და უნდა გითხრათ, რომ ეს თვითონ ეს მოხსენება, რომელიც არის ძალიან საინტერესო, მას ჩვენ დიდი დრო
მოვანდომე და რაც შეგვეხება ჩვენ ერთხელ უკვე განვიხილეთ ბატონი სუბარის მოხსენება ჩვენს კომიტეტზე, მას ჰქონდა თავისუფლად საშუალება იმისა, რომ ეთქვა რაც უნდოდა ყველაფერი, გრძელდებოდა თითქმის 3 საათი ეს გარჩევა, იყო დიდი რაოდენობით პრესას, ტელევიზიაც და მას შეეძლო თავისი აზრი ეთქვა მაშინ. დღევანდელი ის რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს იყო რაღაცა სიურპრიზის სახით და ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ იგივე ბატონ სუბარს არ ცოდნოდა ჩვენ კომიტეტზე გარჩევისას, სადაც ჩვენ საკმაოდ კარგად გავარჩიეთ ყველა საკითხი, რომელიც მართლაც საინტერესო არის. ეხლა მე უნდა გითხრათ, რომ ქვეყნის მშენებლობა არ არის სპრინტერული დისტანცია. ანუ ამაზე ბევრად საინტერესო საკითხები იყო ჩამოთვლილი სახალხო დამცველის ანგარიში. თქმა უნდა, ეს საინტერესოა თუ საინტერესო ეს გახდება მას მერე, როდესაც დასახელებული იქნება კონკრეტული პიროვნებები და ასე ზოგადად საუბარი ყველაფერზე სახალხო დამცველს ეს არის მისი ერთგვარი პირობა, დავარქვათ ასე, რომ შეიქმნას პარლამენტში საგამოძიებო კომისია და ის დებს პირობას, რომ ის აუცილებლად იტყვის იმას, თუ ვინ მიაწოდა ეს ინფორმაცია. დღეს პარლამენტმა კენჭი უყარა ამ წინადადებას და უარყო ის ამით ყველაფერი დამთავრებული. პარლამენტმა სახალხო დამცველის ანგარიში ცნობად მიიღო და არც განუხილავთ ის ალტერნატიული დადგენილების პროექტით, რომელიც ოპოზიციამ წარმოადგინა ბატონოგია. იცით, მე არ ვიცი, თქვენ ბრძანდებოდით იქ თუ არა, მე იქ ვიყავი. წარმოდგენილი იყო ორი პროექტი, ორივე პროექტი შეიცავდა 3 პუნქტს, როგორც ჩვენი კომიტეტის პროექტი, ასევე ოპოზიციის პროექტიც. ეს პროექტები თავიდან დარიგებული იყო, ძალიან ნაკლებად განსხვავდებოდა სხვათა შორის ერთმანეთისგან და იქ არ იყო მხოლოდ პუნქტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაინც და მაინც ცნობად მიგვეღო. რა თქმა უნდა, ჩვენ ცნობად უნდა მივიღოთ ის, რაც სახალხო დამცველმა თქვა, მაგრამ გარდა ამისა იყო იქ კიდევ ორი პუნქტი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ მუშაობა უნდა გაგრძელებულიყო და ჩვენ ძალიან დიდი შრომა ჩავატარეთ ამ 2 თვის განმავლობაში. ეს რას გულისხმობთ? ანგარიში შემოვიდა ჩვენთან თითქმის 2 თვის წინ, ასე განსაზღვროს მას რეგლამენტი და პირადად მე შევხვდი ძალიან ბევრ პირს, რომელიც მოხსენიებული იყო სწორედ ამ მოხსენებაში და უნდა გითხრათ, რომ არაერთი შეხვედრა გქონდა როგორც პროკურატურის წარმომადგენლებთან, ახალ მთავარ პროკურორთან, მის პირველ მოადგილესთან. ანუ იმ პირებსაც შეხვდით, რომელიც ამ კონკრეტულ ფაქტს დაასახელა ამ კონკრეტული შეხვედრის მონაწილეობაც სახალხო დამცველმა? რას ლაპარაკობ? მან დაასახელა დღეს და ეს ჩვენი შეხვედრები მოხდა დღემდე, ხო? ამაზე გეუბნებით მე თქვენ, რომ ძალიან ბევრი რამე გაკეთდა კომიტეტში იმის გამო, რომ შესწავლილიყო ყველაფერი, რაც ამ მოხსენებაში იყო წარმოდგენილი. და დღევანდელ დღეს ახლა ჩვენ გვინდა რომ ვთქვათ საზოგადოებას შევაჩეჩოთ ის, რაც დღევანდელ დღეს იყო ნათქვამი. თქვენ არ თვლით რომ ეს საზოგადოებას აინტერესებს ბატონოგია? მე რას ვთვლი და რას არ ვთვლი, მე ჩემი აზრი უკვე დღეს გამოვთქვი მკაფიოდ და დაუფარავად და რაც შეეხება ყველაფერ დანარჩენს, შედეგი არის ისეთი, რომ პარლამენტმა უარყო ეს წინადადება. კარგით, და რაც შეეხება სხვა საკითხებს, ანგარიში ჩამოთვლილ სხვა საკითხებს, ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მდგომარეობას, რაც მიმოიხილა სახალხო დამცველმა, ამ ანგარიშის მოსმენის შემდეგ რის გაკეთებას აპირებს პარლამენტი, კონკრეტულად თქვენი კომიტეტი? მე მინდა გითხრათ, რომ საერთოდ თვითონ მოხსენება რო განხილულიყო, მოხსენების ყველა თავის ბოლოს არის ჩამოთვლილი რეკომენდაციები და ის შენიშვნები, რომელიც სახალხო დამცველს აქვს. აი ამ რეკომენდაციებზე და შენიშვნებზე ქონდა ჩვენ საუბარი კონკრეტულ პიროვნებებთან, მაგალითად რომ ავიღოთ სასჯელ ასრულების დეპარტამენტი. მე მქონდა ამ თემაზე საუბარი და არაერთი, როგორც მის წინა ხელმძღვანელთან, ასევე დღევანდელ ხელმძღვანელთან და იქ იყო მთელი რიგი შენიშვნები, მაგალითად 9 წინადადება, 9 რეკომენდაციიდან, რომელიც სახალხო დამცველმა მისცა ამ დაწესებულებას, 7 უკვე გათვალისწინებული იყო. თითქმის ყველაფერი იმ რეკომენდაციებიდან, რომელიც წარუდგინა მას შინაგან საქმეთა სამინისტროს, იყო გათვალისწინებული. მე მაქვს მთელი დასტა ქაღალდებისა, რომელიც აქ მოვიტანე, სამწუხაროდ მე არ ვიცოდი, თქვათ, აქ რანაირად. სახალხო დამცველი აპტკიცებს საპირისპირებს, ის ამბობს, რომ მის მიერ ჩამოთვლილ ფაქტებს რეაგირება თითქმის არასოდეს მოყოლია. არა, ეგ ტყუილია, როგორ არ მოყოლია, ეს ამის შესახებ მე მაქვს დოკუმენტები, დღეს მე მას ვუთხარი
საჯარო განხილვისას ეს ვუთხარი მე და ჩემმა კოლეგებმაც კომიტეტში განხილვისას მე მგონია რომ თქვენ რაღაცა არასწორად გავუგეთ სახალხო დამცველი ამას ვერ იტყოდა იმიტომ რომ რეაგირება მის შენიშვნებზე და მის რეკომენდაციებზე ხდება. იქ არის ძალიან საინტერესო რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებას უნდა დიდი კოლექტივების ჩართვა, ჭირდება ძალიან ღრმა ცოდნა იურიდიული ტექნიკისა, საჭირო არის სრულიად ახალი ხედვა განვითარდეს თქვა სასამართლოებთან დაკავშირებით და მე ისე გული დამწყდებოდა არ გითხრათ თქვენ რომ მთელი ამ დროის განმავლობაში არ იყო ეს ისე იცით ასე უბრალოდ რომ სახალხო დამცველი ბედის ანაბარა იყო მიტოვებული. მე მინდა გითხრათ რომ იმ პერიოდში როდესაც ის რომელიც მან წარმოადგინა ეს არის ამ წლის პირველი 6 თვე ეს წელიწადი დაიწყო იმით რომ 5 იანვარს ჩატარდა პრეზიდენტის არჩევნები და 14 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი პირადად მივიდა სახალხო დამცველის ოფისში. ეს ძალიან ბევრი რამის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო, როგორც სახალხო დამცველისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. რა უნდა მოჰყოლოდა ამას? 31 იანვარს სახალხო დამცველი მიწვეული იყო პრეზიდენტის რეზიდენციაში, სადაც გამოცხადებული იქნა ახალი გენერალური პროკურორი. იქ პრეზიდენტის მიერ იყო ნათქვამი, სრულიად მკაფიოდ და ნათლად, რომ ნებისმიერი ქონების გადაადგილებასთან დაკავშირებული საკითხი უნდა ყოფილიყო შეთანხმებული აუცილებლად კომისიასთან, რომელსაც უხელმძღვანელებდა სახალხო დამცველი. ამის შემდეგ სახალხო დამცველმა შემოიტანა 28 მარტს თუ არ ვცდები, შემოიტანა კანონის სახით ამ კომისიის შექმნის დოკუმენტი და ამის მერე უკვე ვითარება წავიდა ისემ რომ ამის შემდეგ უკვე ვითარება ძალიან შეიცვალა, პარლამენტი იქნა დათხოვილი და იმ ჩვენმა წინა კომიტეტმა ვეღარ შეძლო განეხორციელებინა ეს. ჩვენი კომიტეტის არსებობის განმავლობაში კონსტიტუციური ცვლილება შედის იმასთან დაკავშირებით, რომ აი სწორედ ქონება ადამიანის იყოს მყარად დაცული. და არის ეს საკუთრების უფლება მყარად დაცული? მე ვლაპარაკობ ახლა საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც გაამყარებს ქონების დაცვის. დღეს რა ვითარება ამ კუთხით? დღეს სახალხო დამცველს აქვს თავის ამ ნაშრომში მითითებული ძალიან ბევრი მაგალითი. თქვენ გისვამთ ბატონო გეკითხოს, თქვენ როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მე მგონი თავმჯდომარე. გაცილებით უკეთესად არის, ვიდრე ეს აქამდე. ჩემი პასუხი იქნებოდა ასე, რომ ეს გაცილებით უკეთესად არის, მაგრამ მე მინდა ჩემი საქმე მივიყვანო ბოლომდე, იცით? იმდენი რამე მოხდა ამ მოკლე დროის განმავლობაში, რომ მოხდა სრული რეორგანიზაცია იუსტიციის სამინისტროს. მოხდა რეორგანიზაცია გენერალური პროკურატურის. ხდება რეორგანიზაცია ეხლა სასჯელ აღსრულების სისტემის მთლიანად. სასჯელ აღსრულება და პრობაციის სისტემები იქნებიან ერთად. ძალიან ბევრი რამ ხდება ამ მიმართულებით და მე ვხედავ ძალიან კარგად იმას, რომ ნაბიჯ ჩვენ მივდივართ უკეთესობისაკენ. მე ვერ გეტყვით, რომ დღევანდელ დღეს ადამიანის უფლებები ისეა დაცული, როგორც არასდროს. მაგრამ ჩვენ მივდივართ მაგეთკენ. ეს არის პოლიტიკური პროცესი. და ის რაც ხდება, ის ლიბერალიზაცია, მე ისევ დავუბრუნდები იმ საკითხს, რომელთაც დავიწყეთ საუბარი. თუ მივდივართ იმისკენ, რომ ადამიანის უფლებები იყოს უკეთ დაცული, რატომ ამბობს უარ საპარლამენტო უმრავლესობა შეისწავლოს ის ფაქტი, როგორ დაიგეგმა ის დღე, როდესაც უამრავი ადამიანის უფლება დაირღვა? 7 ნოემბერი. იცით, ახლა ჩვენ ვუბრუნდებით ისევ და ისევ რაღაც ამ მოჯადოებულ წრეს, როდესაც მე უნდა ვილაპარაკო ისეთ რამეზე, რაც წარმოადგენს ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში ამ საკითხმა და რატომ უარყოფს ამ ინტერესს ასე ხელაღებით საპარლამენტო უმრავლესობა? რას ნიშნავს უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობა ამ ინტერესს? ამ ინტერესს რომ უარყოფდეს საპარლამენტო უმრავლესობა, არ იქნებოდა ასეთი ცხოველი განხილვა, რომელმაც მოიარა ყველა ეთერი. ეს იყო ძალიან ჭკვიანურად და ძალიან ოსტატურად გათვლილი PR აქცია და ასე ვთქვათ, ჩვენ ვდგევართ იმის წინაშე, რომ არ უნდა იქნებ შეიქმნა საგამოძიებო კომისია, მოისმინოს ყველა არგუმენტი და მტკიცებულება საპარლამენტო უმრავლესობამ და ამით დაუმტკიცოს გნებავთ სახალხო დამცველს და გნებავთ საზოგადოებას, რომ სოზარ სუბარმა ეს ნაბიჯი PR-ისთვის გააკეთა.
მე ვფიქრობ, რომ თქვენ მე არ მაძლევთ საშუალებას იმისას, რომ გავაგრძელო ის თემა, რომელიც დავიწყე. გავაგრძელო თემა, რომელიც გაცილებით უფრო საინტერესო არის, თემა იმისა, რომ ჩვენ მივდივართ დემოკრატიზაციის გზით, ჩვენ მივდივართ ლიბერალიზაციის გზით. თემა იმის შესახებ, როგორ გონიათ, არის თუ არა მიზეზშედეგობრივი კავშირი იმას შორის, რაც მე ვილაპარაკე და შემდეგ იმ შეწყალებებს შორის, რომელიც განახორციელა საქართველოს პრეზიდენტმა. იმ ამნისტიას შორის, რომელიც მიიღო პარლამენტმა. არის თუ არა ეს დადებითი მოვლენა. რა თქმა უნდა, ეს არის დადებითი მოვლენა. და რა თქმა უნდა, ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკური პროცესისა, რომელიც მიმდინარეობს და ამის არ დანახვა და დაყვანა მხოლოდ იმაზე, რომ გინდაც ისეთი მაღალი დონის პიროვნებამ, როგორც უნდა იყოს სახალხო დამცველი, თქვა, რომ მე ვიცი, რომ ვიღაცა სადღაც შეიკრიბა და რაღაცაზე ილაპარაკეს, დაიგეგმა ის დღე და ეს დღე. გასაგებია თქვენი პოზიცია, დიდი მადლობა ბატონო გია. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დეპუტატი გიორგი არსენიშვილი. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ მომცეთ საშუალებას ისევე როგორც ბატონ გიორგის მიეცით, რომ პირველი არხის მაყურებლებს მიუღილოცო ახალი წელი, უსურვო მშვიდობა, უსურვო სიკეთე, უსურვო სიმართლე და არ უსურვო გამოგონილი PR კამპანია. დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. პირველი თემა მომავალ წლამდე, უბრალოდ 2009 წლის 8 იანვრამდე გემშვიდობებად. მეც გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, ვისურვებდი თითოეული თქვენგანისათვის სასიამოვნო სიახლეებისა და წარმატებების წელი ყოფილიყოს მომავალ შეხვედრამდე.